მოგესალმებით მეგობრებო TV პლუსის ეთერიდან. ხო, წინა გადაცემაში ჩვენ თქვით, რომ შეკითხვები ძალიან ბევრია შემოსული და ამ შეკითხვებზე უპასუხეთ წინა შეხვედრაზეც. ეხლაც აი იმ შეკითხვების გაგრძელება. თვენახევარში ძალიან ბევრი შეკითხვები შემოვიდა და ეს ყველაფერი ერთად თავისთავად ცხადია, ვერ გავწვდებით ერთ გადაცემაში და გადავანაწილე, ნაწილი მე-14 გადაცემაში, წინა გადაცემაში, ნაწილი ეხლა იქნება მე-15 გადაცემაში. მეფუტკრება მეგობრებო, ერთი და ორი სიტყვით არ შემოიფარგლება. ძალიან მეცნიერულ დონეზეა გაშლილი მეფუტკრეობა, ძალიან ბევრი საკითხებსაც და პრობლემებსაც წავაწყდებით და ზუსტად ამაზეა ეს შეკითხვები გამახვილებული. ზოგიერთი შეკითხვა ისეთია, რომ ჩვენ წინა გადაცემაშიც კი ვისაუბრეთ, მაგრამ ეტყობა ზოგმა ვერ ნახა და შეკითხვები იმიტომ გამოგვიგზავნა. ეხლა როგორი სიტუაცია? წინა გადაცემაში 9 შეკითხვა უპასუხეთ, ეხლაც 9 შეკითხვა მაქვს და ძირითადად ამ შეკითხვების შემდეგ თუ რამე დაგვრჩება დრო, კიდევ სხვა შეკითხვებიც არ იმას ვაპასუხებთ. ნახოთ, ნახევარ საათში როგორ ჩავეტევით. პირველი შეკითხვა ასეთია: ფუტკრისა და მეფუტკრეების პრობლემები. ესე იგი, ფუტკრის პრობლემა თავისთავად ცხადია, მეფუტკრის პრობლემა არის. ეხლა რაში მდგომარეობს პრობლემა ფუტკრის? აი მაგალითად, ავიღოთ ფუტკარი ვერ განვითარდა. ასეთ შეკითხვა, აი ზუსტად ეს პრობლემა, ასე შემეკითხა, ეს შეკითხვა ვინც მომცა, რომ ფუტკარი მთელი სეზონი არ ვითარდება. ეს ორი სეზონია და მე-12 ფიჭაზე ვერ გადადის, ვერც მე-10-ზეც ვერ გადადის. ესე იგი, თაფლის ამოღებაზე ზედმეტია ლაპარაკი. ასე მითხრა. ესე იგი, თავისთავად ცხადია, ეს მეფუტკრის პრობლემაც არის და ეს ფუტკრის პრობლემა თავისთავად იგივე მეფუტკრის პრობლემა. და ეხლა რაში მდგომარეობს ეს პრობლემები? მე ჩამოვწერე და თვითეულ პრობლემაზე ვილაპარაკოთ ძალიან მოკლედ და ვითუმეტეს ეს პრობლემები ჩვენ განვიხილეთ უკვე, მაგრამ ეხლა ძალიან მოკლედ გიპასუხებთ და გასაგებიანით რომ იყოს და ყველამ კარგად გაითვალისწინოს აი ეს პრობლემები. ესე იგი, მიზეზები რაში მდგომარეობს? თუ ფუტკარი არ განვითარდა, მეგობრებო, ესე იგი თქვათ აი გამოზაფხულდა მაისის თვეში, აპრილის თვეში და მაისის თვეში, თქვათ 6 ჩარჩოს ვერ გადაცდა ფუტკარი, მცირე ჩაკვერცხა აქვს, დედა კარგია, მაგრამ ჩაკვერცხა არ არის იმ რაოდენობით. ესე იგი, რაღაცაშია პრობლემა, რაღაცა მიზეზი იმისი, რომ ფუტკარი ვერ გადადის, თქვათ მე-9, მე-10 ჩარჩოზე. ესე იგი, არ არის რაოდენობა იმდენი. ესე იგი, რაში მდგომარეობს? პირველ რიგში, აი ბევრი ჩამოვწერე და მათ შორის დაავადება ერთადერთი პირველი, რომელიც პრობლემას ქმნის ფუტკრის განვითარებასთან დაკავშირებით. ბევრი ავადმყოფობებია, მაგრამ აი ძირითადი მაინც აქცენტი ახლა გადატანილია ევროპულ სიდამპლეზე, ამერიკულ სიდამპლეზე, ჩაკირვაზე და შიგნით ობის გაჩენა და სინესტეზე. ეხლა მე ცალ-ცალკე გეტყვით, ესე იგი, პირველი პრობლემა ეს ავადმყოფობა თუ აქვს ფუტკარს, ეს უნდა გავითვალისწინოთ და უნდა განთავისუფლდეთ უმკურნალოდ. ესე იგი, როგორი სიტუაცია, შევხედავთ, ეხლა ყველა ხო არ არის ასე, არა? სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა პრობლემაა. მაგრამ ერთი საერთო პრობლემასთან ჩვენ მივალთ ეხლა რაში მდგომარეობს. ესე იგი, დავაფიქსირეთ დაავადებები ამ პრობლემის თავი და თავი. სკის ტენიანობა, მეგობრებო, სკა უნდა გავითვალისწინოთ, სკა რამდენი ხნის ამორტიზირებულია თუ არა შიგნით სიმშრალე და ესე იგი როგორია, იცი, აი ზოგი არის შიგნიდან ჩამპალია, გარედან ჩამპალია, ან ძველია, როდინდელი, ან თვით შეკეთებული სკა არის, გაკეთებული სკა და ძველი მასალისგან არის. უნდა იყოს სკა მშრალი, მეგობრებო, მასალა უნდა იყოს თუ გააკეთებ მშრალი მასალისგან. ესე იგი, სკა უნდა იყოს მსუნთქავი. მეგობრებო, დააკვირდით,
სკა უნდა იყოს სუნთქავი, ფიჭვი კარგად სუნთქავს, ახლა ისე კი არა, მე ისე არ გაიგოთ რომ ადამიანი რო სუნთქავს, მაგრამ აი შიგნით რო სიცივე დაგროვდება, რომ ის გაიწოვოს, აი თქვათ, ორთქლის შიგნით რომ გაიწოვოს და არ დაგროვდეს. ესე იგი, ტენიანობა არ უნდა იყოს მეტი სკაში. ფუტკარი, როდესაც შიგნით ტენიანობაა, თხა მობუზულია, გარეთაც ისე ვერ მოძრაობს, ღალაზე ვერ გადის და ერთ სიტყვით შეამჩნია თვითონ ფუტკარს რომ ვერ არის. ესე იგი, არ განვითარდა, აი ამ მიზეზებსა თulis ზუსტად, ესე იგი, დაავადება ტენიანობა სკის რა დონეზეა, მშრალია თუ არა. მე ადგილმდებარეობა სად განვალაგეთ ფუტკარი სად გვავს ის მთაში, ბარში და რა მდგომარეობა რა ადგილას განვალაგეთ, ღალა არის თუ არ არის იქ მეგობრებო. ესე იგი, ჩვენ თუ ფუტკარი განვალაგეთ იქ და შემოსავალი არ აქვს, არაფრის და ნექტარი არ არის, თავისთავად ცხადია, იქ არ განვითარდება. აი დავუშვათ, მაგალითად არის ყვავილებია, მცენარეები, ყველაფერი ყვავის და მტვერი არ არის. ეხლა ჩვენ მივალთ იმ პრობლემასთანაც კიდევ რომ მტვერის ნაკლებობა, მაგრამ ეხლა მე საერთო ჯამში ადგილმდებარეობა სად განალაგებ ფუტკარს უნდა იცოდე, იქ ყვავილის მტვერის შემოსავალი არის თუ არ არის. ესე იგი, ისა ნექტარი არის თუ არ არის. თუ ეს პრობლემებია, იქ ტყუილად დადგავთ სკებს, რომ ესე იგი, თავისთავად არ განვითარდება ფუტკარი და განვითარებლობის ერთ-ერთი ფაქტორიც ეს არის. ესე იგი, ესა კონკურენცია სხვა მეფუტკრეებთან. ეხლა ეს რატო ჩავწერე მეგობრებო? არის ასეთი რაღაც, რომ აი თქვათ, შენ ყავს 2-3 ოჯახი, აი ვიღაცას ყავს 50 ოჯახი, აი ვიღაცას სხვას კიდევ 9 ან 10 ან 20 და შენ სირგული მდებარეობს, ესე იგი, რაღაცა არის ისეთი, რომ ღალა შეგროვდეს, ფუტკარის განვითარდეს, მაგრამ ამ დროს რაოდენობა ფუტკრის იმდენი რაოდენობაა, რომ აღარ ყოფნის არც იმის ფუტკარს და არც შენ ფუტკარს, არც ნექტარი და არც ყვავილის მტვერი. წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ ეს გადატვირთულია ეს ადგილი და იქ ფუტკარი ვერ განვითარდება, ვერც თავს შემოიტანს და პრობლემა შეიქმნება. ესე იგი, ეს უნდა გაითვალისწინოთ, ვისაც გაქვთ 2-3 ფუტკრის ოჯახი ან 10, შეგიძლიათ გაიყვანოთ, თუ ერთ სეზონი 100-ია და დააკვირდი, რომ აი ეს პრობლემები არის, რომელსაც ახლა მე ჩამოვთვლი, თავისთავად ცხადია, იქ არც განვითარდება, არასდროს ფუტკარი და სულ ერთ დონეზე იქნება. შემდეგი კიდევ ფუტკრის ოჯახების სიმრავლე, ესე იგი, მის შენ სირგულივ, აი თქვათ შენ თვითონ ყავს თქვათ 50 ოჯახი, 70 ოჯახი ან 100 ოჯახი და წარმოიდგინე რომ ესე იგი ფუტკარი ერთ დონეზეა და გაგიკვირდება კაცო რა ხდება ერთ დონეზეა, აი როგორ მოხდა ეს რომ არ ვითარდება, აბრალებ რაღაცებს, თავისთავად ცხადია მეგობრებო, მე ადრეს განვაცხადე რომ სად ერთი პატარა ტერიტორიიდან 2-3 ფუტკრის ოჯახი რომ სარგებლობს ნექტარი და სად 100 ოჯახი რომა. ესე იგი, ეს უნდა გაითვალისწინოთ, ესე იგი, განვითარებლობაში დიდ როლს თამაშობს ეს ფუტკრის ოჯახების რაოდენობა. ძველი დედები, მეგობრებო, ერთ-ერთი ფაქტორი ფუტკრის განვითარებლობის არის ძველი დედები. ძველი დედები უნდა ყოველ წელს შევცვალოთ, აუცილებლად, არა, მაპატიეთ ყოველ წელს, ახლა ყველას არა, აი მაგალითად 1 წლის დედები ყავს, 2 წლიანი დედები ყავს, მაგრამ აი ყავს 4 წლიანი დედები და შეგიძლია აი ეს 4 წლიანი დედები შეცვალო ახალი დედებით, ახალი დედები უნდა გამოიყვანო და შეცვალო. და ჩაკვერცხაც მეტი ექნება და სიხალისეთ ფუტკარს მეტი ექნება, ახალი დედა რო ეყოლება და პრობლემა, ერთ-ერთი პრობლემად აი ესეც არის დართული. მერე საკვები პროდუქტები, ნატურალური თაფლი, მეგობრებო, ეხლა აი თბილისში მყავდა ფუტკარი, აქ ვამრავლებდი და მერე მიმყავდა რაიონში, აქ ადგილი მქონდა ისე ერთი, რომ წარმოიდგინე მეგობრებო, რომ აპრილის თვეში რომ გაყვავდებოდა ირგვლივ ხეები,
ესე იგი რაღაცა შემოქონდათ, კარგად ჩაგვეცხადა და მე всё, გაჩერდებოდა და მე ხელოვნურ კვებას ვაძლევდი, როგორ მე იქნება თან ვამრავლებდი, თან გამრავლებული მივყავდა. წარმოედგინეთ მეგობრებო, რომ ვერ მიაღწია მე-6, მე-7 ჩარჩოზე, აი მე-10 ჩარჩოზე თუ გავიდა ზოგიერთი რომელიმე, ესე იგი ისიც იშვიათი იყო. ესე იგი წარმოედგინეთ, რომ ირგვლივ არაფერი საშუალება არ იყო და ნატურალური თაფლზე კიდე წყალ იმას შაქარ-წყალს რო ვაძლევდი გამრავლებისათვის, თავისთავად ცხადია მოქმედებს, ესე იგი არაენერგიული ფუტკარი გამოდის იქიდან. ნატურალური თაფლზე თავისთავად ცხადია ნატურალური ნაკვები ფუტკარი, ნატურალური თაფლზე ნაკვები ფუტკარი ძლიერია უფრო. მერე ყვავილისტურის უკმარისობა და ყვავილის ტვერი საერთოდ ძირითადი საკვებია ფუტკარში, მეგობრებო. ყვავილის ტვერი ეხლა არის მაგალითად აი თხილი ადრეული ის მტრიანები აქვს და იქიდან შემოაქვს. ეხლაც რო ვიყავი საფუტკრეში, შემოქონდათ. ესე იგი ნექტარი არ არის, მაგრამ ყვავილის ტვერი შემოდის. მაგრამ შიგნით თაფლი აქვს ნატურალური. ძალაუნებურად ჩაგვერცხა უკვე შეიძლება, მაგრამ შიგნით თაფლი თუ არ აქვს და ყვავილის ტვერი აქვს მარტო, მაინც ვერ ჩაგვერცხავს. თუნდაც ჩაგვერცხოს იქ ნაღდი კარგი ესე იგი ბოლომდე ვერ მიცემს იმ საკვებს, თქვათ ყვავილის ტვერი, ფუტკრის ის რძე და პლუს თაფლი. ესე იგი რაღაც აკლია. აი ზოგჯერ არის რომ მატლს გადმოაგდებს და ესე იგი გონია რა ხდება. ესე იგი ის ვერ მიაწოდა იმ რაოდენობით საკვები, ის განუვითარებელია, ვერ განვითარდა, ფრთები არ განუვითარდა, ფეხები არ განუვითარდა და იღებენ იმას უჯრიდან და აგდებენ. ესე იგი ყვავილის მტვერი ეს არის ძირითადი საკვები, მეგობრებო, თავთან ერთად და რძესთან ერთად და აუცილებელია უნდა შეხედო იგრილს, სადაც შენ ფუტკარი გიდგა, არის ამის საშუალება თუ არა. კი ბატონო, ესე იგი ყვავილის ტვერი ერთ-ერთი ძირითადი ამ ფუტკრის ნორმალურად ჩამოყალიბებისა და გამრავლებისათვის საკვები საკვების ნატურალობა, წენაცა თქვი თაფლი უნდა იყოს ნატურალური, ჩემო ბატონო, ესე არ შეიძლება ეხლა სულ შაქარზე და რაღაცა შენ თაფლიც ხო უნდა მიიღო, კი თქვათ გადავიდა 7-8 ჩარჩოზე, აი ხელოვნური კვებით მე სად მივდივართ ეგ თაფლი ხო უნდა შენ ხო ფუტკარი იმიტომ აყავს რომ თაფლი მიიღო. ესე იგი ვერ განვითარდა, ესე იგი რაღაც აკლია, აი ამ ჩამონათვალე და რაღაცები აკლია. კიდე ყვავილის ტვრის უკმარისობა და ეს წეანაცა ვთქვი, უკმარისობა იმ რაოდენობით რომ ზოგჯერ საერთოდ ყვავილის ტვერი ძალიან მინიმალური შემოდის, ძალიან მინიმალური. ესე იგი არ არის იმ რაოდენობით რომ ფუტკარმა ისარგებლოს და ნექტარი კიდევ არ შემოდის იმ რაოდენობით რომ კვერცხი და ისა ბარტყს რომ მიაწოდოს. ესე იგი ეს უნდა ძალიან გავითვალისწინოთ. მერე სითბო და მკურნალობა, მეგობრებო. სითბო ფუტკრისათვის ეს აუცილებელია, მეგობრებო. სითბო მაგალითად აი ეხლა თებერვლის ბოლოს უკვე ნელ-ნელა იწყებს ჩაკვერცხას, მერე ნელ-ნელა აფართოვებს შენ მარტის თვეში, თქვათ ერთი ჩარჩოთი ჩაუდგი და გააფართოვე, მერე კიდევ უცბად არ უნდა გააფართოვო, მეგობრებო, იმიტომ რომ ჯერ გუნდი არ დაშლილა, ბარტყს გამოფრენა არ აქონია, პირველ გამოფრენას როგორც გააკეთებს ფუტკარი, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ ახალი ბარტყი ყავს. თავისთავად ცხადია, ესე იგი თუ შეხედავ რომ დაფარა ის შერად ჩაუდგი ის ჩარჩო ერთი გვერდი მაინც, მერე კიდევ ჩაუდგა, უცბად არ უნდა გააფართოვო, რომ სითბო შიგნით უნდა დაგროვილი იყოს იმ დონეზე, რომ ფუტკარმა შიგნით 35 გრადუსზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს ფუტკრის ბარტყის განვითარებისათვის. 35 გრადუსი აუცილებელია, მეგობრებო. ასე რომ სითბო აუცილებელია. აი ეს პირველი საკითხი, რომელიც იყო გათვალისწინებული, აი ეს პრობლემები რომ მე ჩამოთვალე, თუ ეს პრობლემებია, აუცილებელია კიდევ წეგნაცა ვთქვი თავში რომ მკურნალობა თავის დროზე უნდა უმკურნალოთ. მკურნალობა როგორ არის იცი? აი გაზაფხულზე შეწამლე 3 ჯერ, ადრე იყო ვიღაცები, შეიძლება ეხლაც ასეა.
გაზაფხულობით უკურნალობდნენ და მე შემოდგომით ამ პირიქით შემოდგომით უკურნალობდნენ და გაზაფხულზე აღარო აი იმედი ჰქონდათ ტკიპა აღარ ყავს და რაღაცა მეგობრებო თუ ფუტკას რაღაცა აწუხებს ის განვითარებას ზედმეტია ლაპარაკი ესე იგი უკურნალობა უნდა იყოს მე მაგალითად გაზაფხულზე 4ჯერო წამლი შემოდგომაზე 4ჯერო წამლი და შუალედში რომელიც სუსტი ოჯახია თქვა და მე იქიდან თავს არ ველოდები აი მასაც კი წამლი შუა ისა ზაფხულშიც კი ასე რომ ესე არ გამიგოთ რომ ყველას წამლი რომელიც სუსტია იმას წამლი შუა ზაფხულში დანარჩენი ყველას წამლი ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე ესე იგი აი ეს ყველაფერი ჩამონათვალი რაც იყო აი პირველი საკითხს მიეკუთვნება რომ ფუტკარი ნორმალურად განვითარდეს თუ ყველაფერი აჟურშია მე რაც ჩამოთვალე ფუტკარი განვითარდება მეგობრებო არადა რამდენიმე შემეკითხა და ერთ-ერთი გულნატკენი იყო რომ რამდენი ხანია ფუტკარი ვიყიდე ეს 3 სეზონია 2 სეზონი არ ვითარდება და ერთ დონეზეა 6 ჩარჩოზე გადავა 7 ჩარჩოზე და ჩერდება ფუტკარი თაფლზე ლაპარაკი ზედმეტია მე რო ჩამოვთვალე აი ეს პრობლემები ეს უნდა გაითვალისწინო თუ ამ პრობლემებს გაითვალისწინებ ფუტკარი განვითარდება თავისთავად ცხადია ეხლა შემდეგი საკითხვა დედა რომელიც არ განაყოფიერდება კვერცხის დება შეუძლია თუ არა მეგობრებო ცრუ დედა როდესაც არის იმასაც კი შეუძლია კვერცხის დადება და რა თქმა უნდა დედა ყოველთვის დებს კვერცხს მაგრამ თუ ის გაუნაყოფიერებელია თავისთავად ცხადია ის გაუნაყოფიერებელი კვერცხს დებს მაგრამ იქიდან არ გამოდის მუშა ფუტკარი გამოდის მამალი ფუტკარი და ისიც ზოგჯერ უნიათო და არ ვარგა ესე იგი ფაქტია რომ გაუნაყოფიერებელი დედა დებს კვერცხს მაგრამ ის სარგებლობას ვერ მოგიტანს მუშა ფუტკრის კვერცხს არ დებს უნდა გამოცვალო უნდა შეამჩნიო თქვათ რამდენიმე ხანი იყო გვერდზე დებს ან თუ ჩადო მამალი გამოდის თავისთავად ცხადია ის დედა უნდა მოაცილო ზოგჯერ არის რომ გვეცოდება ეს აი მე თვითონ ყოფილი ვარ რომ ახალი დედაა და რაღაცა ესე გაცივდა ამ დედა ანუ ვერ არის იმ დონეზე შეჯვარებული და თავისთავად ცხადია კვერცხს არ დებს თუ დებს ესე იგი გამოდის რომ იქიდან მამალი უნდა გამოვიდეს მუშა ფუტკარი არ გამოვა რა თქმა უნდა შეამჩნევ შენ თვითონ ამას ზოგჯერ გვერდზეა მიწებებული ზოგჯერ ესეა ზოგჯერ რაღაცა ზოგჯერ ორ-ორი დევს რაღაცა ესე იგი ეს ცუდი დედაა და უნდა მოვაცილოთ აუცილებლად როგორ და როდის ან რატომ ხდება ოჯახების შეერთება მეგობრებო მე ოჯახების შეერთებაზე მე გადაცემა მქონდა სპეციალურად ესე იგი შეერთება ნომერი ისა მე-10 გადაცემაზე ოჯახების შეერთებაზე მეგობრებო ოჯახების შეერთება ხდება იმ შემთხვევაში თუ ერთ ოჯახს ეხლა ძალიან კონკრეტულად ვიტყვი იმიტომ რომ ამას სპეციალური გადაცემა იყო მაგრამ მაინც ვიტყვი ეხლა ვიღაცამ არ უყურა მაგრამ ვიტყვი ეხლა ესე იგი როგორი სიტუაცია გამოვიდა გამოიზამთრა ფუტკარმა ფუტკარი არის დედა არის და სუსტება ესე იგი ფაქტიურად საკვებიცა ყველაფერი აქვს მაგრამ გაცივდან დედა უკვე აღარ უვარგა ან წლოვანია რაღაცა და ვერ ქაჩავს ვერ გადასა აი თქვა 1001 ადგილას დებს და ზოგან გამოტოვილია ესე იგი თავისთავად ცხადია მეგობრებო ესე იგი ეს უნდა დედა მოვაცილოთ თუ ახალი დედა ყავს და თუ ვიდრე ახალ დედას გამოვიყვანთ თქვა აპრილისთვია და სხვაც აღმოჩნდა ასეთი სუსტი ან ცრუდედიანი ან უდედო ან ძველდედიანი იმათ შევაერთებთ ერთად თუ ორივე მხარეს არც ერთი დედა არ ვარგა შევაერთებთ ერთ-ერთს მოუკლავთ წინასწარ დედას და იმ დედიანთან შევაერთებთ თუ ის დედაც არ ვარგა მე 1-2 დღის შემდეგ მოვაცილებთ და იქ ჩაუდგავთ ჩაკვერცხილს სხვა ისა სკიდან ესე იგი შევაერთეთ ორი სუსტი ოჯახი ან ცრუდედიანი ან ცუდი დედიანი და ფუტკრის რაოდენობა გამრავლდა და ჩაუდგით თუ კვერცხები არ აქონდა ჩაუდგით ერთი ფეჭა ჩაკვერცხილი სხვა სკიდან და თუ ქონდა ერთ-ერთი რომელიც დედაც არ ვარგოდა
კი ბატონო, ცოტა ხნის შემდეგ რო შეერთდებიან, თქვათ ერთი კვირის შემდეგ შეიძლება დედაც მოაცალო და სადედას ჩამოაშენებს. ესე იგი, ვაერთებთ იმიტომ, რომ დედა არცეც არ უარგა, ან უდედები ყავს, ან სუსტია და ვაერთებთ გაძლიერებისათვის. აი მაგის გულიზე ვაკეთებთ შეერთებებს. რატოს ისა რა დროს თლით სკას მაღლიდან ხო აი როგორი სიტუაცია მეგობრებო ბალის რატომ ვაცლით ზევიდან ან რა დროს ვაცლით ან რატომ არ ვაცლით მეგობრებო ბალიში იმ შემთხვევაში შეიძლება მოვაცილოთ თუ მაგალითად აი დააკვირდით ზაფხულში სკას გარედან ჩამოეკიდა მაგარი სიცხეა სკას გარედან ჩამოეკიდა ფუტკარი საღამოობით და მთელი ღამე ატარებ დილით ხედავ და შევიდა ფუტკარი ესე იგი სიცხე აწვება იმას მეგობრებო და ბალის ამ დროს შეგიძლია მოაცალო ბალიში მაღლიდან ტრიაპკას კიდევ გადაადებთ ხო აქ ერთ ტრიაპკამ კიდევ გადაადებთ ნაჭერს მოაცლით ბალის საჰაეროებს გაუხსნით და ჰაერიზაცია ექნება და ბევრი დიდი სიცხისაგან დაიცავს ან კიდევ გარედანაც შეიძლება შევამჩნიოთ წუხდება თუ არა ფუტკარი გარედან თუ ფრთებს ამ სკის საფრენთან ზიან და ფრთებს ატრიალებენ ესე ანიავებენ ესე იგი იმას ნიშნავს რომ შიგნით ტემპერატურა დიდია და უნდა ტემპერატურა დაეცეს რომ ფუტკარის ისა ბარტყი არ დაზიანდეს ნორმალური ტემპერატურა რო კონდეს ამისად ამ დროს უნდა ბალიში მოაცალოთ მაგრამ თუ ნორმალურად შედის ფუტკარი გამოდის არავითარი გარეთ დაკიდება და ნორმალურად არის იყოს ბალიში რას გეშლის ბალიში სიცხესაც დაიჭერს მაღლიდან მაგარი დაწოლა რო აქვს და სითბოსაც აგროვებს მეგობრებო ასე რომ იმ შემთხვევაში როდესაც წუხდება უნდა მოაცალოთ თავისთავად ცხადია გასაგებად თქვი რომ თუ წუხდება იმ შემთხვევაში უნდა მოაცალოთ ეს ბალიში აუცილებელი არ არის საჰაეროებს გახსნით და საჰაეროები აქვს ქართულ სკებსაც და რუსულ სკებსაც ყველა სკას საჰაეროები აქვს მე მგონი დახურული სკა ისა სახურავი არცეც არ აქვს რატომ უდგამენ საფრენთან ფიცარს მეგობრებო საფრენთან ფიცარი ეს რატომ არის იცი ფუტკარი აი თუ დაგინახავთ მოდის ძიმედ დატვირთული უკან ბორბლები აქვს ძალიან ისე ყვავილისტურით და ზოგჯერ მოდის და აი ადრეულ გაზაფხულზე კარგად ემჩნევა ადრეულ გაზაფხულზე თქვათ აპრილის თვეში მარტის თვეში რომ უნდა დაფრინდეს საფრენთან და ისეა დაღლილი რომ იქ ვარდება ქვეშ ამ დროს გამოწეული ფიცარი რო გექნება საფრენთან ან დამატებით ფიცარი გექნება ამ საფრენზე ის ჯდება ისვენებს და მერე ნელ-ნელა შედის წარმოიდგინეთ მეგობრებო რომ ეხლა არის მე მაგალითად ფიცრებს არ ვდებ ესე მაგრამ ისა აქ მიმაგრებული მაქვს ერთი რამდენიმე სანტიმეტრი გაგრძელებულია საფრენი ისა საფრენები გადიდებულია რომ დაფრინდეს ზედ ფუტკარი მაგრამ ძალიან ნუ დავაცერებთ რომ ფუტკარი ზოგჯერ ცურდება და დაბლავარდება მაინც პატარაზე უნდა გადავხაროთ როგორმე უნდა დავამაგროთ რაღაცით ან დაბლიდან შეუდგათ და ესე საფრენი გადიდებული რომ იყოს რაღაც პატარა ფიცარი უნდა დავდოთ პატარ-პატარა თუ გავხურეთავთ ისე რომ წვიმა რომ დააწვინდება ის რომ დაბლა ჩავიდეს და სკაში არ შევიდეს ისე კი არა ფუტკარი ჩავარდეს იმ ხელაზე არ შეიძლება ასე რომ საფრენთან თუ დამატებით ფიცარს მივამაგრებთ ან მივადებთ ეს ფუტკრისათვის არის კარგი რომ დაღლილი ფუტკარი რომ მოდის დაისვენოს და მერე ნელ-ნელა შევიდეს ამას აკეთებენ ან საფრენს ვადიდებთ და ცოტა გამოიწევს წინ და ფუტკარიც დაისვენებს და მერე შევა ან ზოგჯერ არის ასე რომ ფუტკარი არის ბევრი შემოსული გამომღერება იმ დროს და შედის ფუტკარი და დაბორბლილი ფეხებით და ელოდება როდის გასუფთა ისა ადგილი გამოჩნდება რომ შეძრეს საფრენში ამისათვის არის ის ფიცარი აუცილებელი ეხლა ზოგს არ აქვს მაგრამ გადიდებული საფრენი აქვს და ესეც საკმარისია ხო აი ფუტკრისაგან ჩამოვარდნილი ყვავილის ტვერი რომ შევაგროვოთ და აი ხო არის მაგალითად საფრენზე რომ დაფრინდება ან რომ შედის ამ დროს
პატარა ნახრეტია, ჯერ გადიდებული არა აქვს და ჩამოდის ფეხზე გავარდება, ან ჩამოვარდნილია, ან გავსინჯავთ და რო გავსინჯავთ ჯერ შიგნით ჭეოთ არა გადაქცეული და ის ჩამოვარდება და ზოგჯერ ზედ ნაჭერზე იყრება და რატომ არ შეიძლება ესე მეკითხება რომ რატომ არ შეიძლება რომ ესენი დაუდგა და ფუტკარმა აიღოს ან რატომ არ იღებს მეგობრებო ყვავილის ტვერი თუ დააკვირდებით შუა დღის შემდეგ უკვე ნაკლებად შემოაქვთ მეგობრებო ის ტენიანია და ბუსუსზე უკან ფეხები როა ბუსუსიანი ფეხები ადვილად აკრავენ ერთმანეთს და როდესაც მიიკრავენ ის დაბორბლდება მცირე ტენიანობა აქვს იმას და იკრავს ერთმანეთზე და არ ვარდება და თუ რომ მოფრინავს ფუტკარს სამი წული ფეხი ხო აქვს უკანა ფეხებზე რო ბორბალი აქვს დაბორბლული ეს ყვავილები შუა ფეხებით ის ამაგრებს იმას რომ არ გავარდეს ეს და ესე მოფრინავს და თავისთავად ცხადია, როდესაც შედის ეს ფეხები თავისუფლდება და შეიძლება გავარდეს ყვავილის ტვერი. ან წეღნაცავ თქვი შემოწმების დროს ზოგჯერ გვინახია რომ შემოწმება ისე ვარდება და ზედ ტილოზე ვარდება. თავისთავად ცხადია ფუტკარს არ შეუძლია არც აკეთებს, არც არასდროს დამიფიქსირებია ეს შემიგროვებია, დამიდია, მეც მიცდია რაღაცა რომ აბა იქნება რაღაცა. არა, არ ხდება ასეთი რამე. ის მკვი მშრალია, მშრალს ის ვერ მიიწებებს უკანა ბუსუსებზე. იმიტომ რომ წეღნაცავ თქვი დილით იმიტომ ინტენსიური შემოტანა რომ ადვილად რო ფუტკარი გადადის ყვავილის ტვერზე ის ნამიანია და ერთმანეთს ეწებება და ასე შემოდი ესე რომ იმ გამშრალ ყვავილის ტვერს ვერ აიღებს ვერ მიიწება ფეხებზე და ვერ შეიტანს სკაში და თუნდაც შიგ ჩამოვარდეს უჯრედში ვერ ჩადებს ასე რომ გამორიცხულია ეგ რამდენად სწორია რომ თავში ხორცი ან სხვა პროდუქტები ინახება. მეგობრებო, რომელიც არ იხსნება საერთოდ წყალში და ისეთ რამეს ჩავდებთ, ან რა მნიშვნელობა აქვს თავში, ეხლა აი თქვათ ვაშლი, თქვათ ხორცი და ესეთი რაღაცები ჩადე, ის რამდენი ხანს გინდა შეინახება. და როგორ არის იცი? რო ჩადებ მაღლიდან ის არ უნდა იყოს ამოწეული თაფლით უნდა იფარებოდეს თლიანად. თლიანად თუ დაიფარება თაფლით და გერმეტულად დახურავთ, თუნდაც ერთ საუკუნე შეინახება, ვიდრე ეს თაფლი იქნება, ისიც იქნება იქ. ასე რომ შეიძლება, ვინ შემეკითხა ეს? თავისთავად ცხადია, ვეტყვი რომ შეიძლება შენახვა თაფლში, ეხლა ასეთი რამ არ მინახია რომ ვიღაცამ თაფლი გააფუჭოს, თქვათ ერთი ნაჭერი ხორცის გულიზე, მაგრამ აი დაინტერესების გულიზე ვიღაცას აინტერესებს და პასუხობ რომ შეიძლება. კი ბატონო, თუნდა აი ვაშლი ჩადეთ, თუ შიგნიდან დაჭიანებული არ არის და საღი ვაშლია, ის შეინახება თაფლში და მერე შეგიძლიათ ამოიღოთ, გარეცხოთ და შეჭამოთ. ასე რომ შეიძლება. მარტო მაგაზე არა ვაშლი და ხორცები, მე რაღაცები შეიძლება თავარია თაფლით იფარებოდეს და გერმეტულად იყოს დახურული. მერე სათბურში მომშავე ფუტკრის ისა აინტერესებს აი საფუტკრე ისა სათბურში ფუტკრის კაც რო დადგავენ და ფუტკარი უმუშავს. მეგობრებო ის ვინც მეპატრონია ამ სათბურის მეპატრონია ფუტკრის ოჯახს ყიდულობს იმის გულიზე რომ დამტვეროს. თქვათ ესე კიტრის სათბური აქვს, პავინდრის სათბური აქვს, რომ დამტვეროს იმის გულიზე აქვს. და არა იმიტომ რომ თაფლი მიიღოს, დამტვერის გულიზე აქვს. იმდენ რაოდენობას თუ აიღებს თვითონ ეყოფა, ისიც კმაყოფილია, მაგრამ ახლა სიტუაცია რომ ამას თავისი მინუსებიც აქვს, მეგობრებო. ფუტკარი ბევრი იხოცება შიგნით, რატომ? ახლა შუშები ხო აქეთ იქიდან გვერდზე, თუნდაც ცელოფანი ავიღოთ. თუნდაც ადა იყო ხოლმე შუშები. ხო და ფუტკარი ვიდრე შეეჩვევა ძალიან ბევრი იხოცება აწყდება შუშას გარეთ გასვლა უნდა რო ხედავს გარეთ მინდორია და გასვლა უნდა და აწვება და ფუტკარი ერთხელ თუ გაღიზიანდა ის არ დაწყნარდება გონია რომ გავა და ასე აწვება ენერგია დაეხარჯება და ვარდება ბევრი იხოცება
მერე ნელ-ნელა ეჩვევა რამდენიმე დღის შემდეგ რაღაცა და უკვე ნაკლებად იხოცება, მაგრამ მაინც ახლა თაფლის გულიზე იქ ნუ დადგავთ, თუ თვითონ ვიღაცამ სათბურის მეპატრონემ გითხრათ, რომ აი მათხოვე და გადაგიხდი და რაღაცა, კი ბატონო, იქ თაფლის მიღების ვარიანტი არ არსებობს, რასაც მიიღებს თვითონვე დახარჯავს შიგნით ის ფუტკარი. განაიმდენი რაოდენობა რა უნდა იყოს ახლა. ხო, ასე რომ შეიძლება დამტვერისათვის, მაგრამ იქ თაფლის რაოდენობაზე ზედმეტია ლაპარაკი. თუ აიღებს იმდენს თვითონ რო იყოს, კი ბატონო, გითხარით რომ მინუსები აქვს, პირველი დღეებში აუცილებლად შუშას მიაწყდებიან და ბევრი იხოცება, უნდათ გარეთ გასვლა ვითომ შუშა ხო ისეთია გამჭვირვალე და გონიათ გარი იმახო არ იცის ეს შუშაა და აწყდება და რო გაღიზიანდება, ვარდება ის გაღიზიანებული ენერგია გამოცვლილი და კვდება. მერე როგორ გავიგოთ ფუტკარი ღალაზე ახლოს მიდის თუ შორს, მეგობრებო? საინტერესოა ეს შეკითხვა. როდესაც ფუტკარი გამოდის და უცბად სწორხაზოვნად მიფრინავს, სადღაც ახლოს მიფრინავს. ახლო-მახლო არის სადღაც და როდესაც აი დააკვირდით ფრინველიც აიღეთ, მეგობრებო, აი ჯერ მოდი ფუტკარზე ვილაპარაკო და შევადაროთ მერე. ფუტკარი რო გამოდის და ესე წრიულად ტრიალებს ადის მაღლა ადის, თქვათ 4-5 მეტრაზე და მერე მიდის. ესე იგი შორს მიდის სადღაც. ესე იგი ფრინველაც ხო ესე იცის. ესე უცბად ვერ წავა. ესე იგი ის ნელ-ნელა ასე ტრიალებს ნელ-ნელა ადის, იპყრობს ამ ისა ტერიტორიას, ადის მაღლა მაქსიმუმს და მერე მიფრინავს. ასეა ესეც, აი შორს გადამფრენები ფრინველები რომელიც არის ასე აკეთებენ. ხო და ფუტკარი ასე ახლა წერია, პატარა წერია და იმხელა ენერგია არ აქვს, რომ წავიდეს რაღაცა ის ნელ-ნელა ასე ტრიალებს ზამბარისებურად ადის მაღლა რამდენიმე მეტრაზე, შეიძლება 9 მეტრაზეც და მერე მიფრინავს. ესე იგი შორს სადღაც არის და უკვე გზა გაკვალული აქვს და იქიდან უკვე შეამჩნევს, შენ თორე ის შორიდან მოაქვს მას ნექტარი. ასე რომ მე მგონი კარგად ახსენი, რომ სწორხაზოვნად როდესაც გამოდის და მიფრინავს, სადღაც ახლოს არის, სერამა ფუტკარემ აღმოაჩინეს, თქვათ ნექტარი და მიფრინავს იქ, მაგრამ როდესაც ნელ-ნელა ტრიალებს ადის მაღლა რაღაც განსხვავებულ სივრცეში, თქვათ 5 მეტრაზე, 6 მეტრაზე შეიძლება 10-ზე მე არ დამიფიქსირებია, მაგრამ აი ჩემთან მაგალითად ასულა 5 მეტრაზე და ან 6 მეტრაზე და მერე გაფრენილა. ესე იგი რაღაც და შორიდან მოაქვს და თუ დააკვირდებით შემოსვლიცაც ძალიან მაღლიდან შემოდიან და მერე ნელ-ნელა ფრინდებიან. უკვე იცი რომ აი შემოფრენისაცაც თუ მაღლიდან აი თქვათ დააკვირდი საღამოთი მასიურად რო შემოდის, მაშინვე მიხვდებით რომ მართლაც ასე ყოფილა რომ აი შორიდან მოაქვს ზოგიერთ ნექტარი. ასე რომ დღევანდელი საკითხები ეს 9 საკითხი მეგობრებო მორჩით, კიდია საკითხები უამრავი, შემდგომისათვის ალბათ ამ საკითხებს ჩამოვწერთ და ისეთნაირად გავაკეთებთ, რომ აი დავაფიქსირებთ, სადა გვაქვს, რომელ გადაცემაში გვაქვს ზოგიერთ საკითხი მოცემული, აი მაგალითად დაავადებები ნომერ მე-3 გადაცემაშია, მეგობრებო. თუ კარგად ნახავთ მე-3 გადაცემაში, იქ კარგად არის თავიდან ბოლომდე ახსნილი. ეხლა მე რომ ეს საკითხები თავიდან ბოლომდე ახსნა, ესენი ჩვენ გვაქვს გადაცემებში მოცემული ზოგიერთის გარდა. და ეხლა მე რომ ისე იგივე გამეორება გამოდის და ეხლა მე ჩანაწერი გავაკეთე, რომ დაავადებები ნომერ მე-3 გადაცემაში გვაქვს, იქ კარგად ახსნილი, ნახავთ ნომერ მე-3 გადაცემას და ნახავთ რომ იქ ნორმალურად არის ახსნილი. მერე ფუტკრის შეერთებები, ეხლაც ვილაპარაკე ძალიან მოკლედ, ნომერ მე-10 გადაცემაშია. ასე რომ მე დღეს დაგემშვიდობებით, მეგობრებო, მომავალშიც შეკითხვებზე იქნება და ძირითადი თემად შეიძლება მოვიტანო, თუმცა არ არის ეს მოკლებული ინფორმაციას, რომ მე ამ ინფორმაციას შეკითხვების სახით გაწვით, ფაქტიურად ეს თემად ჩამოყალიბებულია და საინტერესოა. ეხლა ვისაც აინტერესებს ძალიან ყურადღებით, აი მე ბოლო გადაცემაში ძალიან ბევრი გამოეხმაურა
იმ ვინც შეკითხვები მომცა ალბათ დაინტერესებულები იყვნენ და ნახე რომ 2 დღეში უკვე 100-ზე გამოვიდა შეხმიანება და მიმდინარეობს კიდევ. ასე რომ შეკითხვებზე პასუხების გაცემა და ზოგიერთი რომელიც გქონდა ადრე თემაში განხილული, ისინი აი გითხარით და შემდგომშიც ასე გავაკეთებ, სადაც არის უკვე დეტალურად პასუხი გაცემული. დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.